მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს, დავიწყებულ პოდკასტს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ დიდი ხანი მოგვიწია პაუზის აღება. ალბათ ყველა მიხვდებით რის გამოც, საქართველოში გამოცხადებული გლოვის გამო და მართლა იმ ძალიან დიდი ტკივილის და დანაკლისის გამო, რაც დაგვიტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილია მეორემ. სწორედ ამის გამო ვაპირებდით და დავაპირეთ კიდეც, რომ გადაგვედო რამდენიმე გადაღება, იმიტომ რომ ნამდვილად ცოტა უადგილო იქნებოდა. ხო, მოგესალმებით მეც, მოკლედ როცა ვაპირებდით გადაცემის ჩაწერას, ფაქტობრივად მაშინ გავიგეთ ცუდი ამბავი და აღარ ჩავთვალეთ გონივრულად, რომ გვეხალისა ეხა რაღაცები გველაპარაკა ვიდეოებში, იმიტომ რომ ძალიან რთული მდგომარეობა იყო მოკლედ საქართველოში, თუმცა თავარია დავუბრუნდით მაინც და დღეს მოკლედ რომელი გადაცემა ეგეც არ მახსოვს, გონი მეხუთე. ხო, მეხუთე არის კი, მეხუთე გადაცემა. უკვე ჯამში და მოკლედ გვაქვს მომზადებული საკმაოდ საინტერესო თემები. ხო, პირველი რაც მინდა რომ ეხლა მე მესაუბრა, მოკლედ. თუ დააკვირდით, არ ვიცი და ალბათ ეს ფაქტი იცის კიდევაც, რომ საერთოდ ჰოლივუდი, დისნეი იქნება თუ ნეტფლიქსი იქნება თუ რაც იქნება, ყოველთვის თავის ფილმებში იყენებს მოკლედ აუცილებლად ერთ შავკანიანს, ერთ აზიელს, ერთ ინდიელს, ერთ მულატს, იქ იმას, ანუ ეს რაღაცა ნორმა აქვს, რომ თუ ფილმში არ ათამაში ყველა ეროვნების ადამიანი, ის ფილმი არ გახდება ვერიფიცირებული და ანუ არ გამოუშვებენ. ჰოლივუდში რომ მიიტანო ფილმი სადაც სიტყვაზე სულ არიან თეთრკანიანები, არ გამოუშვებენ იმ ფილმს. იმიტომ რომ ჩავხდნენ რასისტად. დღეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ფილმების გადაღების, მისაღები ფილმების სტანდარტი არის უკვე, რომ ნებისმიერ ყველა ფილმში უნდა იყოს მინიმუმ ერთი ფერადკანიანი ადამიანი, მსახიობი, ერთი აზიელი, ან რა ვიცი, ესეთი ეროვნების, ერთი უნდა იყოს დაუნი, აუტისტი, რაღაც დაავადების მქონე. და რა ვიცი, ხო, უკვე სტანდარტი გახდა და ეს არ ვიცით, ეხლა თქვენ შეაფასეთ, ეს კარგია თუ ცუდი. მაგრამ ფაქტია, რომ ძველ ფილმებში ამის საჭიროება არ იყო, იმიტომ რომ იმდენი ფილმი არის გამოსული მე-20 საუკუნეში, რა ფილმებშიც საერთოდ შავკანიანი არ არის ნაჩვენები, არც ნახსენები და არც სხვა ასე ვთქვათ, უმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ ახლა ამას იმიტომ კი ამბობთ რაღაცა რასისტები და რაღაცა უბრალოდ. და ხო, კიდე ბოდიში დღევანდელ ფილმებში უმეტესობა ფილმებისა უნდა შეიცავდეს ისეთ მსახიობს, როგორიცაა უმცირესობის წარმომადგენელი, ოღონდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ახლა დავამატებ ამას აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ახლა განა რაღაც რასისტები და რაღაცა ის ჰომოფობები და როგორ შეიძლება და ის მუშტის მოქნება, არა. უბრალოდ სიტყვაზე, ავიღოთ ახლა ერთი მაგალითი. არა, ორს მოვიყვან. ერთი არის ფიფქია, რომელიც ფიფქია ოღონდ ფილმი. გამოვიდა ერთი 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ და ფიფქია, რომელიც იდეაში უნდა იყოს თეთრი, ანუ იმენა თეთრია, თოვლივ თეთრი, არის ლატინა. რაც კოლუმბიელი თუ რაღაცა. განა სახიობზე, ანუ განა კანისფერზეა პრობლემა. უბრალოდ, როცა ფილმს ქვია ფიფქია, ეხლა იქ მე მგონი პერსონაჟი უნდა იყოს თეთრკანიანი, ანუ უფრო თეთრკანიანი, რომ ვიზუალურად ეხლა ბავშვი რო უყურებს ხა მულტფილმს, იკითხავს რომ ეს ფიფქია როგორ არის, კაცო შავი არის, ყავისფერია ფაქტობრივად, ხო, ფაქტია ყავისფერი არის. რანაირად ეს პრობლემა არის და კიდე ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად ეხლა გამოდის იცით ეხლა ჰარი პოტერის სერიალი. გუშინ დაიდო თიზერი. ეხლა მან რა პრობლემა არის? მსახიობები ვინც არის მარტო დავიწყოთ იმით, რომ საშინელება არის. ხო, რიცეტი სევერუს სნეიპის როლს შავკანიანი მსახიობი. ხო, ეხლა ნახე მაგაზეც რატოა პრობლემა? ნახე როგორი რაღაც არის. თავარი პერსონაჟები ვინც არიან ჰერმიონი, ჰარი და რონი, ხო, ასე თუ ესე გვანან, ანუ პერსონაჟებს და კი, მაგრამ სნეიპი ეხლა რატოა პრობლემა? მე ეხლა არ მახსოვს უბრალოდ ადრე წავიკითხე პირველი წიგნი, შენ გეცოდინება უფრო.
რომ წიგში მე მგონი აღწერილია, რომ Severus Snape არის ყუთარივით თეთრი ფერიო, ეს რაღაც ეგეთი არის აღწერილი წიგში. აი ზუსტად ამ სიტყვებით არის პირველივე წიგში ცხადია. Severus Snape, ну იქ მისი დახასიათება არის ერთ-ერთი თავში, აღარ მახსოვს ზუსტად. ყოველთვისო ქონდა მკვდარივით ესე ფენკრთალი გაფითრებული სახე. ანუ მოკლედ იმას აღნიშნავს ავტორი ეს როულინგი, რომ სნეიპი იყო ძალიან თეთრი და მართლა მკვდრისფერი და შავი არის. და ამ ფილმში შავი არის და ეს თან არის წიგნის უგულებელყოფა, ანუ პირველი პროდუქტის. და თან ესა რა ქვია, ეს არის უაზრო ჩატენვა, ესე ვთქვათ მარტივად. ჩატენვა და მწერლის უპატივცემულობა, იმიტომ რომ როდესაც მწერალი გეუბნება, ეხლა ეს ხო არ არის, აი მაგალითად აი კინგმა რო დაწერა, რომ ნათების დასასრულში ის ქალი წვავს სასტუმროს და კუბრიკმა უფრო ლოგიკური დასასრული და უფრო რეალური დასასრული შემოგთავაზა, რომ გაიყინა ის. ანუ დროებით მოგვარდა ეს ძალადობა და ძალადობა მართლაც მოუგვარებადი პრობლემა არის და ეს უფრო ლოგიკური არის და ეს კიდე ხო, მაგრამ როდესაც ადამიანის ფერს ცვლი, კანის ფერს ცვლი და საერთოდ პერსონაჟს ცვლი ეგრე გამოდის, ხო? ხო, საშინელება გამოდის. არა, აღარაა უკვე ესეთი ხარისხი, როგორც უნდა იყოს. ხო, და ამის მიზეზი ძალიან მარტივი არის რა. უნდათ რომ გამოჩნდნენ რაღაცა ვითომ აი ძალიან მოსიყვარული ხალხი და აი როგორ უყვართ და ეს ვითომ ტოლერანტები და ვითომ ეს უფრო გამორჩევა და ეს უფრო რასისტობა არის, იმიტომ რომ შავკანიანი, თეთრკანიანი ორივე არის ადამიანი. ორივეს უნდა მოიყო ერთნაირად, ხო? და ესენი პირიქით შავკანიანს ეყობიან როგორც განსაკუთრებულ არსებებს. პრობლემა ამაში კი არ არის, პრობლემა ის არის, რომ პირიქით უფრო ამცირებ მე იმ შავკანიანს, იმიტომ რომ გამოარჩევ ესე რაღაცა ჭირს იმას, ხო? ანუ რაღაცა ისე ვერ აქვს რიგზე. ხო და ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, რომ წიგში რო წერია თეთრი არის, უნდა იყოს თეთრი. რო წერია რომ შავია, უნდა იყოს შავი. ანუ ძალიან მარტივი, ეხლა ჩემს პირადად ეხლა რა ერქვა იმ მსახიობს სნეიპის აღარ მახსოვს. ალან რიკმენი. ხო, ეხლა ალან რიკმენის მერე ჩემთვის გამოსული იყო თბილისში. კი, შეუძლებელია რომ სნეიპი ვიღაცა მითამაშოს კარგად ჩემი აზრით, მაგრამ რომ ყოფილიყო მიმსგავსებული მაინც ამ კაცთან ეხლა ვიღაცა მიმსგავსებული ეს თმები და ფითქინაკანი. ხო, და მიმსგავსებული ყოფილიყო მეთქი ვიღაც კაცი. სხვა მსახიობი ყოფილიყო, სიყვარული ხო შეიძლებოდა არა ამასთან დაახლოებით. როგორც ჰარი პოტერს მიამსგავსეს პერსონაჟი. კარგი იქნებოდა ჩემი აზრით, მაგრამ ნუ რაღაცა ეს არის უაზრო რაღაცა შეტენვა მართლა და ძალიან არ მომწონს პირადად ეს, მაგრამ ნახოთ იმედია სერიალი მაინც კაი გამოვა, რავი, იმედი მაქვს ასე იქნება. ზოგადად ძალიან ბევრი ფილმი ვიცი, რომელმაც იმედები გააცრუა. კიდე ერთხელ უნდა ვისაუბრო ფიფქიაზე. არ შემიძლია რომ ეს რაღაცა გადავდო გვერდზე, იმიტომ რომ ეს მულტფილმი ყოველთვის საყვარელი არის. ხა ბავშვობაში ყველას ნახი გვაქვს, რა თქმა უნდა. და ამ ფილმმა მიიღო შეფასება IMDb-ზე 1 და 7 მეგონი ჯამში. ხო. 2 და რაღაცა რა, ანუ 2 და რაღაცა მიიღო. ხო, ანუ ძალიან ცუდი განხორება იყო, იმიტომ რომ ნახეთ, აქ პრობლემა რა გამოდის ხა. ჯუჯები იყვნენ CGI-ით გაკეთებული. ამ დროს გამოდის პიტერ რა გვარია ის დაბალი ჯუჯა რო არის. Game of Thrones-ში თამაშობს. დინკლეიჯი? ხო, გამოდის ეგ და ამბობს რომ ჩვენ ეხა ვინც ვართ ეს ჯუჯამსახიობები, ხო? ჩვენი როლები ესეაც არ არისო. ანუ ბევრ როლში, ბევრი მასში ხა ვერ ათამაშებენ ესეაც და მან რო ეთამაშათ, კარგი იქნებოდა ჩემი აზრით და ამას ამართლებენ იმით, რომ შეურაცხყოფა იქნებოდაო ჯუჯებისთვის, მაგრამ პირიქით ეს იქნებოდა მათთვის ერთი ზედმეტი სამსახური და როლი და შემოსავალი, რაც შეურაცხყოფა ყოფილიყო, ეხა ეს პირიქით, მაგრამ და იმის ჩვენება ხალხისთვის, რომ ჯუჯობა თუ რავი რა შეიძლება დავარქვათ, არ არის სიცხვილი, არა, ტეხავს კი არა პირიქით, ხო, პირიქით ანუ ჯუჯობა ტეხავს, ასე არ არის ეგრე, ანუ მაგას ვუყურებ. რომ ჯუჯობა არ ტეხავს პირიქით და თან ასეთი პიტერ დინკლეიჯი არის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ჯერ მარტო ტირიონ ლანისტერის. ხო, ტირიონ ლანისტერის სამეფო კარის თამაშებიდან მგონი ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი არის და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟი არის და ხო, ნამდვილად ისაა, რა ქვია, დამამცირებელი არის ჯუჯებისთვის. ხო, ახლა კიდე რამე უნდა მეთქვა. იმ დღეს შევედი ჩემს Instagram-ზე რაღაცას ვსკროლავ და ხდება ესეთი პოსტი. გამოდის ლაბუბუს ფილმიო.
მე თავიდან მეთქი fake იქნება თუ ეხლა რა ლაღობობს ფილმი, კარგია, სისულელე თქო და მე ვხედავ რომ BBC News-ის დადებული არის ეს verified გვერდის. ეხლა BBC News როცა დებს, შემეს სანდუარს საკმარისად რომ მართლა გამოდიოდეს და რა ლაღობობს ფილმი ხალხო, კარგით რა. ანუ ლაბუბუ არის რაღაც დებილობა თოჯინა, რომელიც ხელს ამჭერია არასდროს. რაღაც იდიოტობა თოჯინა და ამაზე უნდა რაღაცა სკრიპტი შექმნან, ეხა ვითომ, ანუ კომიქსი მაინც იყოს რაღაც ელემენტარული კომიქსზე გადაიღო, ხო, რაღაც როგორც Marvel და DC არიან. მაგრამ არა, რაღაცა ეხა იდიოტობა უნდა შეთხსან, ანუ ლაბუბუებზე, რაღაც სისულელი ალბათ და ეს რა თქმა უნდა ფულის კეთების მიზნით, იმიტომ რომ ბავშვები მიაწყდებიან ამ კინოს კინოში, თეატრებში. მე უბრალოდ იმაზე მწყდება გული, მე გავაგრძელებ ეხა ჩემს აზრს ვიტყვი და არც თქვენ შეაფასეთ როგორც გქნებავთ. მინდა რომ უბრალოდ დააკვირდეთ რა ფილმები გამოდიოდა 20, 30, 40 წლის წინ, ძირითადად მე-20 საუკუნეში, არა მარტო ფილმები, ანიმაციები აიღეთ Walt Disney მთელი სამყარო Walt Disney შექმნილი არის მთელი ანიმაციური სამყარო, ხო? იქ 101 დალმატინელი აიღე, ის აიღე, ეს აიღე. აი, როგორი ერთ ჩავამატებ მათ სამ Walt Disney-ზე ხარ. Walt Disney რო ცოცხალი იყოს დღეს, Disney-ს დახურავდა. ამას რა ქვია, ამ კომპანიას რო დაინახავდა რომ ასე Walt Disney რო უყურებდეს ამ ხო, რო უყურებს დახურავდა ამას. ანუ ეხა ტრიალებს საფლავში კაცი. ხო და იქ 101 დალმატინელი თუნდაც რა რამის ფიფქია და ეს 1000 მართლა ყველაფერი შექმნა ბავშვებისთვის და ისეთი თბილი რაღაცა საყვარელი და როგორ თქვა იმ თბილი ფილმები აქვს მართლა რომ ყველას მე რომ ვუყურო ეხა მეც მესიამოვნება და ისეთი მესიამოვნებას მივიღებ როგორც ბავშვობაში რომ ვუყურებდი მაშინ იმიტომ რომ ეს იყო მაშინ ჩვენი ერთადერთი ნათელი საშუალება გართობის არა ანიმაციების ყურების. იმიტომ რომ ეს იყო კინოს ისტორიაში საუკეთესო ანიმაციები Walt Disney-ის. და შეადარეთ ისინი ანუ მე-20 საუკუნეში შედარებით განუვითარებელ ეპოქაში შექმნილი ანიმაციები და 21 საუკუნეში შექმნილი ანიმაციები. ანიმაციებს თავი დაანებე. ეხლა ეს AI რო შეიქმნა, ხო, ეს ხელოვნური ინტელექტი თუ რაც ქვია. ხო ვითომ უფრო უნდა განევითარებინა ამ AI-ის კინოინდუსტრია და უფრო მეტი საშუალება უნდა მიეცა რეჟისორებისთვის, რომ უკეთ გადაიღოთ ფილმი. მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ხდება პირიქით. და აი მე ხო იცი სულ ჩემი უნდა ვთქვა რა. 2001 კოსმიური ოდისეა, სტენლი კუბრიკის ფილმი. აი ხო უსაზღვრო არის და აი მართლაც ხო დატვირთული არის დეტალებით და სააზროვნო თემებით. მოკლედ ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ეს ფილმი და აქ ერთ-ერთი მთავარი მოტივი ამ ფილმის არის ის, რომ როგორ შეიძლება ადამიანებს საფრთხე შეუქმნას, საფრთხე ყველა გაგებით ხელოვნურმა ინტელექტმა. და სტენლი კუბრიკმა ეს იწინასწარმეტყველა, იმიტომ რომ ეს ფილმი გადაღებულია 1968 წელს, როდესაც არც არსებობდა საერთოდ ეს artificial intelligence, ხო? ხელოვნური ინტელექტი და კაცმა იწინასწარმეტყველა, კომპიუტერი ახალი ხილი იყო მაშინ. ხო. ელემენტარული იმას ვერ თუ წინა გადაცემებში ხო თქვით, რომ სითხეებით აკეთებდა მეთქი კუბრიკი ამ კოსმიურ წარმონაქმნებს. კაცმა იწინასწარმეტყველა თუ რამხელა საშიშროება იქნებოდა ხელოვნური ინტელექტის შექმნის შემდეგ. და უკვე დაწყებულია ეს. უკვე დაწყებული არის, ალბათ რამდენიმე წელიწადში AI შეცვლის საერთოდ რეჟისორის ინსტიტუტსაც, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღარ იქნება რეჟისორი საჭირო, ისეთ დონეზე განვითარდა ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ როგორც ასევე წინა გადაცემაში თქვით, ეგრეთ წოდებულმა განვითარებულმა 21 საუკუნის კინოინდუსტრიამ დაკარგა სილამაზის შეგრძნება. ეხლა თქვენ გაიხსენებთ, ვიცი, რაღაც იქ ლალალენდი ლამაზია, მე ხო აკვიატებული მაქვს ეს ლალალენდი მაგარია, იქ სინერსმა ის აიღო, სკარი One Battle After Another, რაღაცა ისა. კარგით რა.
აი სად ეს ფილმები რაც ეხლა გამოდის და სად მე-20 საუკუნის ფილმები. აი ცოტა მართლა ობიექტურად შეხედეთ. მესმის რომ ეს ფილმები ეხლა რაც გამოვიდა, ვითომ რაღაცა გასართობია, საინტერესოა, მაგრამ ხო პირიქით უნდა იყოს, ისინი უნდა იყოს უინტერესო და ესენი საინტერესო პირიქით. მაგრამ ნახეთ საქმე რაში არის. მაშინ ფილმებს იღებდნენ ფულის კეთების მიზნითაც, მაგრამ მაინც მეორე ხარისხოვანი იყო ფული მაშინ. ეგ პირველი ხარისხოვანი რომც ყოფილიყო, ისეთი ფილმები გამოდიოდა, რომ ხალხს საერთოდ დავიწყდებოდა, რომ ფულის გამო არის ეს ფილმი გაკეთებული. ანუ ფილმში იმხელა აზრიდო. აი თუნდაც ავიღოთ პიანისტი, შინდლერის სია, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, მწვანე მილი, შოუშენკი, რა ვიცი, ნათება, ესა. ყველა ფილმში არის ძალიან დიდი აზრი ჩადებული. რა თქმა უნდა, შედარებითია ყველაფერი და ეხა ზოგ ფილმში ნაკლები აზრია, ზოგში მეტი. ზოგი ფილმი საერთოდ მწარე რეალობას ასახავს. ზოგი ფილმი ისეთ დროსაა გადაღებული, მექანიკური პორტოხალი თუნდაც დიდი დიქტატორი აიღეთ. ჩარლი ჩაპლინის ფილმი, ხო? დიდი დიქტატორი გადაიღეს სატირა არის. მეორე მსოფლიო ომის დროს. და იქ ბოლო სცენა, იქ მონოლოგი რო აქვს ჩარლი ჩაპლინს, რომ ბოდიში მე აღარ უნდა ვიყო დიქტატორიო, იმიტომ რომ არ შეიძლებაო ხალხის ესე დაყოფა ებრაელი და ჩვეულებრივი ადამიანიო. ეს საერთოდ როგორ გაუშვა კინოინდუსტრიამ საჯაროდ და როგორ გახდა ეს ფილმი პოპულარული, სასწაულია, ხო? იმიტომ რომ მაშინ იყო პიკი ამ ჰომოფობიის და იმის, ხო, რა ქვია, რასისტობის, ხო? და ესეთი ფილმები, რომლებიც მიზანს ემსახურებიან და ემსახურებოდნენ, ყოველთვის იქნებიან უფრო წინ, ვიდრე ისეთი ფილმები, რომლებიც გათვლილი არის, რომ აი რეჟისორმა ფული აიღოს და აბა ვინ უფრო მეც გადამიხდის და ეხლა გადავიხდი ოსკარს მივიღე. აი ახლა გავაგზელებ მე. ახლა რა ფილმების გამოდის, ძირითადად აი სინესმა რა ოსკარი უნდა. ხო, აი რას TikTok-ი და ის არის, ხო, გამოსული. TikTok-ზე ამი დამოყოლებული ტრენდები არის, ყოველ დღემდე იცვლება, ხო? და რეჟისორები, ხა ზოგი ახალი რეჟისორი არის და ეს რეჟისორები დგანან და უყურებენ ტრენდში რა არის და იმას იღებენ მე, აი ლაბუ მაგალითად ტრენდში არის და მაგიტო იღებენ რომ ფულს დაწერს. კიდევ ბევრი მაგალითი იქნება, ეხა როგორ გავიხსენოთ, ყოველდღე არ დავკარგო. ძირითადად TikTok-მა შეცვალა სოფლიო ძალიან. TikTok-მა შეცვალა ძალიან სოფლიო და შეცვალა კინემატოგრაფიაც, იმიტომ რომ სხვანაირი აღქმა არის უკვე მართლა, ყველაფერს უყურებენ რა არის ტრენდში და იმას იღებენ მარტო. ხო და არ გამოდის ლამაზი საერთოდ შემეცეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა თუ ადრე მიზანი იყო. ტრენდში ერთი პერიოდი სპინერიც იყო, ხო? ხო, მაგაზე არ გამოვიდა ფილმი. 2018 თუ 19 წელს. ეს სპინერზე გადაიღოთ ფილმი. ხო და ელემენტარული მართლა თუ ადრე ტრენდს რა ქვია, მიზანი იყო ძირითადად ფილმების რო აზრი გადმოეცა, დაინახებინა რეალობა, დაინახებინა რომ ადამიანები მარტოები არ ვართ და რაღაც ყველა გძნობს ჩვენ გარემოში რაც ხდება, ადრე თუ ეგ იყო მიზანი, ახლა მიზანი არის მარტო ფული შოვნა და გამდიდრება. და ეს ანუ ძალიან სამწუხარო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს დახარბება და ხამება ამ ფულზე უკვე მართლა ძალიან ცვლის. ანუ კინოში რო წავიდე და ეხა ფილმს უყურო აღარ მინდა, იმიტომ რომ რაღაც დებილობას უნდა ვუყურო, ვიცი. ერთი ავატარი იყო, ფილმი, რომელზეც აი პირდაპირ მნიშვნელობით მისი ამონე და მომეწონა ეს ფილმი, ეს იყო ავატარი. მესამე ავატარი. მე მგონი თუ სწორად მახსოვს, Endgame-ს რო უყურე კინოში, მაგის მერე კინოში ეგეთი მაგარი ემოციები აღარ მქონია. მე ეგეთი მაგაზე მაგარი ემოცია მქონდა ავატარის მეორე ნაწილი. ხო, ისა კიდე Spider-Man-ის No Way Home. აი მაგაზე ეგ ძალიან მაგარი გამომეწონა. მაგის მერე გავიდა 5 წელი, თუ 4 წელი და იმის მერე კაი ფილმში არის. კინოში არ მინახავს უბრალოდ რა. ჯონ უიკის მეოთხე ნაწილი ეგ. ხო, ჯონ უიკიც კაი გამოვიდა პრინციპში. იმას რა ერქვა, აი ფერადი ის რო იყო და ეს თითებით რომ უნდა დაგეჭირა და ბურთულები რო გამოდიოდა. პოპიტი, ხო? ხო, ეგეც იყო ტრენდში, რატო არ გადაიღეს მაგაზე ფილმი? ხო, ანუ უაზრობა. ისეთ იდიოტობებზე იღებენ ფილმებს, აი აღარ მინდა რომ მე ეხა Letterboxd-ი თუ იცით ასეთი აპლიკაცია, იციან. ესა რა ქვია? ესა ლინკები არის და დაგოფოლოვეთ რომ Letterboxd. ხო, Letterboxd-ი თუ იცით ასეთი აპლიკაცია, ორივეს გვაქვს და აი გეფიცებით
სულ, აი, რავი, watch-list-ში მაქვს ერთი 80-მდე ფილმი. ახსენე ფილმი აქვს watch-list-ში. 80 ფილმიდან 70 ფილმი არის მე-20 საუკუნის. ოღონდ ეს არა ძალიან ცნობილი ფილმები, ეხლა როგორიცაა, რავი, არ დავასახელებ ეხლა მაინც. იმიტომ რომ ერთი რო ვთქვა, მე სხვებიც უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ცნობილი ფილმები მეტნაკლებად ყველა ნანახი მაქვს და ძირითადად მაქვს აი რა ვიცი ჯონ ფორდის ცნობილი ვესტერნისტის ფილმები, ნაკლებად ცნობილი ფილმები რა, იქ შაიენების შემოდგომა, იქ მაძიებელნი, სერჟანტი რატლიჯი და ისინი რა, ცოტა შედარებით ნაკლებად ცნობილი ფილმები, რომლებიც გამოსული არის მე-20 საუკუნეში და რაღაც აზრი დევს აშკარად რა ამ ფილმებში, იმიტომ რომ მაშინ სხვანაირად იღებდნენ, მაშინ სხვა მიზანი იყო და როგორ ვთქვა, აი სხვა სილამაზე ქონდა და სხვა ხიბლი ქონდა მაშინდელ ფილმებს, თორე ეხლა რო აი 21 საუკუნის აი ოსკაროსანი ფილმი აიღე, ხო? 2026 წლის Sinners-ი. არა, არა, ხო, Sinners-ი. თუ One Battle-მა. Sinners-ი. One Battle-მა აიღო ოსკარი. მაიკლ ბი ჯორდანმა აიღო ოსკარი მსახიობად. ხო, One Battle-მა აიღო. კაი, მაიკლ ბი ჯორდანმა რო აიღო ოსკარი. ერაში აიღო ოსკარი მithori. ნუ ახლანდელი სტანდარტებით ყველაზე კაი მსახიობი ეგ იყო რა. მაგრამ მაიკლ ბი ჯორდანზე მომბე რომ ბევრ მაგარ პროექტში თამაშს აპირებს მომავალშიო კიდევ. და ვნახოთ როგორ შეიცვლება რა. მისი კარიერა, არ ვიცი, ერთხელ ვნახე მაიკლ ბი ჯორდანი იმაში, რა ქვია, კოსმოსური ჯემი თუ რაღაც ახალი რო გამოიყო, რა ქვია, ახალი მეორე ნაწილი რო გამოვიდა, მან დითამაშა ერთი. სამაგიეროდ შონ პენი გახდა დამსახურებულად სამ ოსკაროსანი. და შევიდა დიდ ოსკაროსნებში. აქ ძალიან ბევრს ეშლება, სამ ოსკაროსანი მსახიობები არის მის ხალხს სწორად, იმიტომ რომ სამი ოსკარი არ ნიშნავს იმას, რომ სამივე გაქვს მთავარ როლში. სამ ოსკაროსანი მსახიობი მთავარ როლში. მთელი კინოს ისტორიაში არის ერთადერთი მსახიობი. დენიელ დეი-ლუისი. რომელსაც აქვს მთავარ როლში აღებული ოსკარი ლინკოლნში. ჩემი მარცხენა ფეხი თუ რაღაცა ეგეთი ქვია ფილმს, რომელშიც აიღო ხო ჩემი მარცხენა ფეხი. მე იმასე არ ქვია. და ისე რა ქვია There Will Be Blood. ეს არის ერთადერთი მსახიობი, რომელსაც სამი ოსკარი აქვს მთავარ როლში. შონ პენს მეორე ხარისხოვანი. შონ პენს აქვს ორი ოსკარი მთავარ როლში, Milk-ში და მისტი უმდინარეში და ერთი მეორე ხარისხოვანი One Battle After Another. ჯეკ ნიკოლსონიც არა სრული სამოსკაროსანი, იმიტომ რომ აქვს ორი მთავარი როლის შემსრულებელი, ანუ ორი მთავარი ოსკარი აქვს, გუგულის ბუდეში და უკეთესი არ არსებობს ამ ფილმში და მეორე ხარისხოვანი აქვს სინაზის ენაში. მარლონ ბრანდო რა. ჯოკერის როლში არა. არა. იქ მარლონ ბრანდოს აქვს კიდევ ორი მთავარში და ერთი მეორე. ხო და ეს ნიშნავს სამოსკაროსანს, თორე კლასიკური სამოსკაროსანი მსახიობი არის ერთადერთი მარტო დენიელ დეი-ლუისი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ცოტა გადახებას გავაკეთებ. პრივილეგიას. ხო, დღეს ახლა უკვე მორჩევით ალბათ მალე, იმიტომ რომ დიდი ვიდეოები დაგვიწუნეთ და არ დაუწუნებიათ, მაგრამ არა დიდი ვიდეოები ისეთი პროდუქციული. ხო, ასე რომ ნელა გადავალთ მოკლე ვიდეოებზე. თუ მოგეწონათ ვიდეო დავაუჩით და ლაიქით გამოიხა. კი დიდი პაუზა ავიღეთ, მაგრამ მიზეზი ცნობილია ეხა საპატი მიზეზი არის. პაუზის მერეც ჩვენს ცოტა ისა ვართ რა, მოუმზადებლები და ხო. თვად ეს კრიტიკულად მუშაობა. არა უშავს რა, ეხა პატარ-პატარ ვიდეოები თუ გამოვა ეს. ანუ ორივენი ვართ ნაკეიფრები მაგარი. ხო. ხო და ვინც ნახავს ამ ვიდეოს, მიხვდება ის სადაც ვიქეიფით რაღაც ვქენით და მოკლედ ხო, მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო რავი დალაიქეთ. გამოგვიწერეთ აუცილებლად ლინკები ყველაფერი აღწერაშია, ეხლა იქ უკვე არ გესწავლებათ, იქაც დაგოფოლოვეთ, იმიტომ რომ სიახლეები რაღაცები შეიძლება დაიდოს ხოლმე იქაც, კი არ დაიდება აუცილებლად. ხო, Letterboxd-ის ლინკებიც აღწერაშია და რავი, მე მგონი კარგი იქნება დაგოფოლოვოთ მანდ, იმიტომ რომ ნახავთ
ჩვენ ვაშლისტებს, ჩვენ მოსაზრებებს, როგორ შევაფასოთ ფილმები და რა ვიცი, მეგონი სულ იყო დღეისთვის. გემშვიდობებით, ამან ახლამდე. გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე და დიდი მადლობა ყურებისთვის.